პატრიარქის დაკრძალვიდან მალევე სოციალურ ქსელში მისი საფლავის პირველი ფოტო გავრცელდა. ის თეთრი და წითელი ვარდის ფურცლებითაა შემკული. თეთრი ვარდებით გამოემშვიდობდნენ დღეს ილია მეორეს საპატრიარქოს თანამშრომლები და მონაზვნებიც. ცრემლი ტაში მადლობა და ხალხით სავსე თბილისის ქუჩები. პატრიარქ ილია მეორეს დღეს სრულიად საქართველო დაემშვიდობა. პროცესია 2 საათის განმავლობაში ფეხით მიუყვებოდა გზას სამებიდან სიონამდე. გაიშალა ბანერი წარწერით ღმერთი სამშობლო ადამიანი. იქამდე კი იყო 24 საათიანი პანაშვიდები და ღამის თევა სამებასთან. 4 დღის მანძილზე ტაძარში ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. ილია მეორეს პატივი მიაგო ყველა რელიგიურმა კონფესიამ და უცხოეთიდან ჩამოსულმა დელეგაციებმა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის, ისე სასულიერო პირების შემადგენლობით. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგცლიოთ. ასე მიმართა ქართველ ხალხს დღეს მსოფლიო პატრიარქმა. ბართლომეოს პირველმა წესის აგების მსახურების შემდეგ ილია მეორეს გამოსათხოვარი სიტყვა მიუძღვნა. ბრელს კი მოუწოდა დაიცვან მისი რჩევები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი, აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა. საქართველოს პატრიარქის დაკრძალვას დღეს პუტინის სპეციალური წარმომადგენელიც ესწრებოდა. რუსეთის საგარეოს ცნობით მიხეილ შვიდკოიმ სასულიერო პირებსა და ხალხს პუტინის სახელით მიუსამძიმრა. პუტინის სამძიმარი გადასცა მოსაყდრეშიოს რუსეთის დელეგაციამაც, რომელიც ქვეყანაში 80 კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა. მათ ბელარუსი ეგზარქოსი ხელმძღვანელობდათ.